კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია. გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისი ბაგების დამაკავშირებელი გზაც გაიხსნა. ამ გზაზე პირველებმა დღეს დედაქალაქის მერმა და ვიცემერმა გაიარეს. ახლად რეაბილიტირებული ქუჩები უკვე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირსა და წყნეთის გზატკეცილს ერთმანეთთან აკავშირებს. მოწესრიგებული სატრანსპორტო არეალი ქვეითებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ კერძო ავტომობილებისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტულია. დავამთავრეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი მასშტაბური მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. იყო უმძიმესი მდგომარეობა არსებულ ქუჩებზე და პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება, მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ამ სამუშაოების დროს იყო დისკომფორტი, მინდა მადლობა გადაუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის, მინდა მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას მოიცავდა. შეიცვალა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელებიც. ელექტროსადენები კი მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა. სამუშაოები ჩატარდა ვაკის პარკიდან ეგრეთ წოდებული ბაგების კუნძულებამდე მონაკვეთში. გამოიცვალა გაზმომარაგების, წყალსადენის, წყალარინების, სანიაღვრე სისტემები, ასევე ახალი განათების სისტემა მოეწყო და საჰაერო სადენები, ყველანაირი საჰაერო სადენები ჩავიდა მიწისქვეშ. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარიც, მოეწყო ტროტუარები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი შუქნიშნები და ქუჩის LED სანათები. ტერიტორიაზე განთავსებულია 40-მდე მიწისქვეშა ნარჩენების შემკრები ურნაც. რეაბილიტაციის ფარგლებში თბილისის ჯგუფმა განახორციელა 38 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის მონტაჟი, ასევე 175 თანამედროვე ტიპის LED სანათი და 95 თანამედროვე ტიპის ახალი მისის აყდენი ბოძი. გვაქვს რამდენიმე სიახლე, 3 მიმართულება ახალი, ეს არის კუსტბისგან ბაგების მიმართულებით შეხვევა, ბაკისაუსთან მარცხნივ მოხვევა და ასევე ბაგებიდან წისქვილის რესტორან წისქვილის მიმართულებით მარცხნივ შეხვევა. გარდა ამისა, გაჩნდა ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. პროექტის ბოლო ეტაპი გამწვანებით სამუშაოებს მოიცავდა. დაირგო 180 ძირის სხვადასხვა სახეობის ნერგი და 2100 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარიც. პროექტის ჯამური ღირებულება 24 მილიონი ლარია.